ბევრი მწერს და მეკითხება, როგორ ვუმკურნალო კლიმაქსის შემაწუხებელ სიმპტომებს, როგორიცაა ალები, შეხურებები, ოფლიანობა, უძილობა, ტაქიკარდია, ანუ როგორც უწოდებენ გულის აჩქარება და კიდევ მრავალი სხვა. ერთის მხრივ აღნიშნული სიმპტომები ფიზიოლოგიური მოვლენაა და კლიმაქსი ეს არის პერიოდი, როცა საკვერცხეები წყვეტს ფუნქციონირებას, რადგან მასში გამოილია კვერცხუჯრედები და ის არ გამოყოფს ისეთ მნიშვნელოვან ჰორმონს, როგორიცაა ესტროგენი. ესტროგენების ნაკლებობა იწვევს აღნიშნულ სიმპტომებს. მოგეხსენებათ, რომ ესტროგენების რეცეპტორები განლაგებულია აბსოლუტურად ყველა ორგანოში, მათ შორის ძვლებში და ასევე თავის ტვინში, კერძოდ ჰიპოფიზში. ესტროგენების და კიდევ სხვა ჰორმონების მკვეთრი ვარდნის გამო ორგანიზმს უწევს შეეგუოს ახალ, ანუ ადაპტაცია გაიაროს ახალ გარემოებებთან, ახალ პირობებთან და ეს პროცესი განსხვავებულად ვლინდება ქალებში. თუმცა აღნიშნული სიმპტომები ქალების დაახლოებით 70%-ს აწუხებს კლიმაქსის დაწყების პერიოდში. არსებობს კლიმაქსის სიმპტომების მკურნალობის 3 ძირითადი მეთოდი. პირველი ეს არის ესტროგენ შენაცვლებითი თერაპია. რადგან კლიმაქსის სიმპტომების განვითარების მთავარი მიზეზი ესტროგენების ნაკლებობაა, რომელსაც საკვერცხე ამ პერიოდში არ გამოიმუშავებს, ხდება ესტროგენების მიწოდება გარედან. აღნიშნული მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია და დაახლოებით 95% შემთხვევაში ის იძლევა დადებით შედეგს. თუმცა ესტროგენ შენაცვლებით თერაპიას გააჩნია გარკვეული უკუჩვენებები და ამიტომ დაახლოებით 50% შემთხვევაში ის ვერ ინიშნება. მეორე ტიპის მკურნალობა ეს არის მცენარეული პრეპარატები, რომლებიც წარმოადგენენ ბუნებრივ ესტროგენებს, ფიტოესტროგენები ქვია მათ. რას ნიშნავს ფიტოესტროგენი? ეს არის ნივთიერება, რომელიც გავს ესტროგენს და ორგანიზმი მას იღებს როგორც ესტროგენს, მოქმედებს როგორც ესტროგენით, ანუ მსგავსად ესტროგენისა და ამიტომ ამგვარი მოქმედებით ის ამცირებს კლიმაქსურ სიმპტომებს. თუ ესტროგენ შენაცვლებით თერაპიას ვერ ნიშნავთ გარკვეული უკუჩვენებების გამო, ამ შემთხვევაში საუკეთესო ალტერნატივაა ფიტოესტროგენების შემცველი პრეპარატები. მათ არ გააჩნიათ უკუჩვენება და შეიძლება დაინიშნოს პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში. მაგალითად, მენოსტანი, რომლის შემადგენლობაში არის ნივთიერება ციმიციფუგა და ეს არის ესტროგენის მსგავსი ნივთიერება. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს პრეპარატი, ანუ ესტროგენის მსგავსი პრეპარატი ატყუებს ორგანიზმს, რომის არის ესტროგენი, ორგანიზმი იღებს მას როგორც ესტროგენს და გამომდინარე აქედან კლიმაქსისთვის შემაწუხებელი სიმპტომები, რომელიც გამოწვეულია ესტროგენების ნაკლებობით, მნიშვნელოვნად მცირდება. ამ პრეპარატში ციმიციფუგას, ანუ ესტროგენის მსგავსი პრეპარატის გარდა შედის ველური იამი, რომელიც ცნობილია როგორც დაბერების საწინააღმდეგო, ის აუმჯობესებს მხედველობას და ასევე კარგად მოქმედებს ჩხილის, თმის და კანის სტრუქტურაზე. მესამე შემადგენელი ნივთიერებაა აგნუსკასტუსი, რომელიც ამცირებს პროლაქტინს და ხელს უწყობს სარწევე ჯირკვლებში სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების დათრგუნვას. და პასიფლორა, ესეც მცენარეულია, დამამშვიდებელი, რომელიც უზრუნველყოფს ღრმა და მშვიდ წილს. კლიმაქსური სიმპტომების მკურნალობისას მენოსტანის ამგვარი შემადგენლობა განაპირობებს დადებით შედეგს. კლიმაქსური სიმპტომების მკურნალობის მესამე მეთოდი ეს არის ელინზანეტანტი, ანუ ნეიროკრინების რეცეპტორების ანტაგონისტი, რომელიც თრგუნავს ორგანიზმის საპასუხო რეაქციას ალების, შეხურებების და ასე შემდეგ სხვა სიმპტომების სახით და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვნად ამცირებს კლიმაქსურ სიმპტომებს. თუმცა სამწუხაროდ
ეს უკანასკნელი, ეს პრეპარატი ჩვენთვის არის ხელმიუწვდომელი.